გამარჯობა, მე ვარ ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა და ამ ვიდეოში ჩვენ ვისაუბრებთ ყველაზე წარმატებულ კანდიდატ სახელმწიფოზე. რომელი სახელმწიფოა დაწინაურებული, რომელმა კანდიდატმა შეძლო ისეთი ტემპი აეკრიფა რეფორმების, რომ მოლაპარაკებების პროცესში გაევლო და გადაელახა ყველაზე მეტი ეტაპი და ასე დაახლოებოდა ყველაზე მეტად გაწევრიანებას ევროპულ ოჯახში. ასეთი დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფო მონტენეგროა. მონტენეგროს ყველაზე წარმატებულს და დაწინაურებულს უწოდებენ მომავალ წევრად აღიარებენ და ამბობენ, რომ ძალიან მალე შეუერთდება მონტენეგრო დამსახურებულად ევროკავშირს და გახდება შემდეგი წევრი. დიდი შანსია, რომ 28-ვე წევრი თუ უკრაინაზე არ იქნა გადაწყვეტილება მიღებული 2027 წელს, იყოს სწორედ მონტენეგრო. მონტენეგრო ყველაზე პატარა ქვეყანაა, არა მარტო დასავლეთ ბალკანეთში, არამედ კანდიდატებს შორის მოსახლეობა 623,000-ში ადგენს. განაცხადი მათ გაწევრიანების შესახებ ევროკავშირში 2008 წელს შემოიტანეს, 2010-ში, ანუ 2 წელიწადში ევროკავშირმა მონტენეგროს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი. 2011-ში კი ევროკავშირმა უკვე მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება და დააფიქსირა მზადყოფნა მოლაპარაკებების გახსნაზე. სტარტი კი მოლაპარაკებებმა 2012 წელს აიღო მონტენეგროსთან. დღეს 2026 წელია. სად არის მონტენეგრო? მონტენეგროს გავლილი აქვს უკვე 35 თავიდან 33, ერთ-ერთი ბოლო თავი მათ დაასრულეს 2026 წლის იანვარში, შედგა ვიზიტი მონტენეგროს ხელისუფლების ბელგიის დედაქალაქში და მათ ჰქონდათ შეხვედრები კომისიაში, საბჭოში, პარლამენტში. ითქვა, რომ მონტენეგროს უალტერნატივო გზა ევროპისკენ მოდის და მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ არანაირი სხვა მიზანი მონტენეგროს არ აქვს იმაზე მეტი და ისეთი პრიორიტეტული არ არის არაფერი ამ ქვეყნისთვის, როგორც ევროკავშირში გაწევრიანება. მონტენეგროს აქვს დასახული ამოცანა, რომ 2026 წელს დაასრულოს მოლაპარაკებების პროცესი, რაც ნიშნავს იმას, რომ 2027-ში უკვე მონტენეგრო მზად იქნება ყველანაირად, რომ ევრობლოკს შეუერთდეს. სხვათა შორის, მონტენეგროს პრემიერ-მინისტრი ყველაზე ახალგაზრდა მთავრობის მეთაურია ევროპაში 39 წლის სპაიჩი, 23 წლიდან 2023 წლიდან არის მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელი მონტენეგროში და მონტენეგროს პრეზიდენტიც ყველაზე ახალგაზრდაა, 39 წლის არის ის. მონტენეგროს წარმატებები უნდა ვუსურვოთ და ასევე ვუსურვოთ წარმატებები ყველა კანდიდატ ქვეყანას, მათზე ჩვენ თითოეულზე ცალ-ცალკე ვიდეოში ვისაუბრებთ და აუცილებლად საქართველოზეც თუ სად არის, როგორ არის და რა გამოწვევების წინაშეა ჩვენი ქვეყანა. დღეს ვიდეოს თემა მონტენეგრო იყო. დროებით გემშვიდობებით, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. დიდი მადლობა და ნახვამდის.